სადაზღვო სექტორის ზრდის ტემპი შენელდა წინასწარი პროგნოზით ინდუსტრია წლის ბოლომდე 10-12%-ით გაიზრდება, რაც შარშანდელთან შედარებით კლების დინამიკის მაჩვენებელია. რა ახდენს გავლენას მზღვეველების პესიმისტურ მოლოდინზე და უნდა ველოდოთ თუ არა სადაზღვო პოლისების გაძვირებას. დეტალებით ქრისტინე გამთენაძე გვიერთება ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში. მაიკო მოგესალმები. მართალია წლის ბოლომდე ჯერ კიდევ ორი თვია დარჩენილი, თუმცა სურათი უკვე გამოიკვეთა და სადაზღვო სექტორის წარმომადგენლები ცალსახად მიუთითებენ ინდუსტრიის ზრდის ტემპის შენელებაზე. თუ სექტორმა გასული წელი 15%-იანი ზრდით დაასრულა, მიმდინარე წელს ეს დინამიკა 10-12%-იან ნიშნულამდეა შემცირებული. ბუნებრივია, ამას თავისი მიზეზები აქვს, მათ შორის სექტორის წარმომადგენლები მიუთითებენ სხვადასხვა საგრანტო პროგრამის შეჩერებაზე, რის ფონზეც მათივე ინფორმაციით ბევრმა დასაქმებულმა ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისი გააუქმა. მზღვეველები მიუთითებენ, რომ სექტორს ზრდის მეტი პოტენციალი აქვს, თუმცა წამახალისებელი და მასტიმულირებელი გადაწყვეტილებები თუ არ იქნება მიღებული, ამ ინდუსტრიის არსებულზე უფრო მაღალი ზრდის მოლოდინი არ უნდა გქონდეს. სადაზღვო სექტორში პესიმისტურ მოლოდინებს ამყარებს ისიც, რომ ბაზარზე არსებული 19 კომპანიიდან 2 კვარტლის მაჩვენებლებით ზრდას მხოლოდ 7 მათგანი აფიქსირებს. 19 კომპანიიდან მხოლოდ 7 კომპანიას უფიქსირდება ზრდა. დანარჩენი კომპანიები არიან იქ, სადაც იყვნენ წინა წელს, ან აქვთ კლება. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება ტენდენცია, იმიტომ რომ ეს არ არის კარგი. საბოლოო ჯამში რომ ბაზარი იზრდება, ეს ძალიან კარგია, მაგრამ გარკვეულწილად თანაბარი ზრდა ამ ბაზრისა, რომელიც კონკურენციის გამოხატულება იქნებოდა, ალბათ უკეთესი იქნებოდა. წლის დასაწყისში საკმაოდ სერიოზულად იმოქმედა ამერიკაში USAID-ის და სხვა ორგანიზაციების, რომელიც აქ წევდნენ მომსახურებას, იძლეოდნენ გრანტებს, ამ გრანტებით ბევრი ათასობით ადამიანი ყიდულობდა ძირითადად ჯანმრთელობის დაზღვევას და ეს ამოვარდა უცებ. ამოვარდა ერთი დღიდან მეორეზე. ამან უცებ დავინახეთ ესეთი ვარდნა. საზღვაო კომპანიები დღეს ვითარდებიან თავისი, ვთქვათ, ძალით, ხო, თვით мотивაციით და იმ დავუშვათ რაღაც იდეებით, რაც მათ აქვს. შესაბამისად, ამ კუთხით საზღვაო კომპანიები ფიქრობენ, რომ გარკვეულწილად მაქსიმუმს აკეთებენ, რაც შეუძლიათ და შესაბამისად, თუ გარკვეული ტიპის სტიმულები არ შეიქმნას, სტიმულებში გულისხმობ ისეთ мотивაციებს, რომელიც ბიზნეს თუ ინდივიდს, ასე ვთქვათ, გადააწყვეტნებს იმას, რომ დაზღვევა საინტერესო შეიძლება იყოს მისთვის. ფიქრობ, რომ ეს ზრდა ისეთი როგორც იყო წინაწლებში შეიძლება არ იყოს. წლებია, რაც სექტორი ბაზარზე სავალდებულო დაზღვევის შემოღებას უშედეგოდ ელის. საუბარი ავტომფლობელთა მესამე პირის სავალდებულო დაზღვევაზე, რომელმაც ინდუსტრიაში გარდამტეხი როლი უნდა შეასრულოს. მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონპროექტი, როგორც იცით, უკვე მზადაა და მას სამთავრობო გუნდის მხრიდან მხარდაჭერაც აქვს, თუმცა საპარლამენტო განხილვების დაწყება ჯერ ისევ ჭიანურდება. რაც შეეხება სადაზღვევო პოლისების ფასებს, პოლისები წლიურად 10%-ით გაძვირდა და ეს დინამიკა სექტორის წარმომადგენლების თქმით მომდევნო წელსაც შენარჩუნდება. ამ ეტაპზე შედარებით 7 ფასის დამატება, რომელიც ტრადიციული გახდა უკვე ინდუსტრიის, რომ ყოველ წელს საშუალოდ 10-დან 12% ფასები ზრდება სამედიცინო სერვისებზე. შედარებით უფრო მერყევია ხომ ავტოდაზღვევაში, შეიძლება იყოს 5%, შეიძლება იყოს 25%, განსაკუთრებით შარშანდელი წელი გახსოვთ, უფრო მკვეთრი მატებების წელი იყო ავტოდაზღვევის ინდუსტრიისთვის, ამიტომ დაულოდოთ რა იქნება წელს შედარებით, აი ამ ეტაპზე შედარებით უფრო დაკვირვების რეჟიმში ვარ. სავალდებულო დაზღვევები, როგორც ძირითადი მამოძრავებელი და მაპროვოცირებელი კარგი გაგებით ნებაყოფლობითი დაზღვევებისა, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია. თუნდაც ერთი ყოვლის მომცველი სავალდებულო დაზღვევა მნიშვნელოვნად შეცვლიდა ადამიანების მენტალიტეტს და ჯერჯერობით ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ და დაველოდოთ. 2025 წლის პირველ ნახევარში სადაზღვეო სექტორის წმინდა მოგება წლიურად 11 მილიონი ლარით შემცირდა. სადაზღვეო სექტორში კონკურენცია საკმაოდ მაღალია, ამ დროისთვის ქვეყანაში 19 სადაზღვეო კომპანია ოპერირებს. მადლობა ქრისტინე გამთენაძე საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში.